Ani, მოგესალმები. ხო ხედავ, ჩვენ ვართ მშრომელი ხალხი. აი, რომელსაც ჩამოვედით ბათუმში. 9 საათზე ვართ. 9 საათზე აქ ვართ და დღეს დამთავრდა უკვე რემონტი, ხო? და მე მინდა თელ აჭარის მოსახლეობას. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო აი იმ პატივცემისთვის, იმ ყურადღებისთვის, პატრულის ბიჭებს, აქაურ ჩაქვის ხელმძღვანელობას, მერიას და ასე შემდეგ. რატომ ჩვენთვის ყველი კარგი სიტყვა არის პრესტიჟი და ყოველთვის გვეხმარებიან ყველანაირად და პატრულის თანამშრომლებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ იმ ყურადღებისთვის, რომ ყოველ 5 წუთში აქ დადიან რამე პრობლემა ხო არა, რამე ხო არ გინდათ. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული და თელ აჭარის პატრულს დიდ მადლობას ვუხდით. იგივე ჩაქვის მერიას და დანარჩენ სხვა სამსახურს. ახლა რაც შეეხება, ani ჩვენ ვართ მშრომელი და ვმუშაობთ, ხო? ჩვენ მუშაობთ, როგორც დრო არ ვიცით. ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს და ჩვენ საძე არ ვიყურებით. ეს არის შემოსასვლელი ავტომობილის 40 მანქანიანი საწყობი. ეს არის დაახლოებით 20-22 მანქანა დადგება აი ამ ცენტრში. გაკეთებულია დროშების დასაყენებელი, ეს აჩვენებისა, აი ეს რა კარგად არის გაკეთებული. აქაც წინ მთლიანად დაახლოებით 40-50 ავტომობილი დადგება და დარწმუნებული ვარო ძალიან ბევრი აჭარელი შეიძენს უკვე აქ ავტომობილს. Ani შენ ქუთაისში თითქმის ყოველ მეორე-მესამე დღე ბათუმში ყიდიდი ავტომობილებს, ხო? გუშინ წინათ აჭარაში გამოუშვი ავტომობილები და ძირითადად ძალიან ბევრი მომხმარებელი აჭარაში მყავს და ჩემო მომხმარებლებო, მოგიწოდებთ, რომ ყველანი გახსნაზე ჩვენს გვერდით იქნებით, რა თქმა უნდა და გელოდებათ აი ძალიან კარგი სიურპრიზები, ძალიან ახალი ავტომობილები. საჩუქრები, გათამაშებები. შემდეგ დავაანონსოთ ბატონო გელა, მაგრამ ეს არის ავტომაღაზია. ეს არის ავტომაღაზია, აქედან არის შესასვლელი, აქაც გარეთაც ავტომობილები დადგება, აქ არის მთლიანად იქნება სერვიზი, უყურეთ როგორ არის. ელექტრომობილებისთვის და საწვავზე ბენზინს რო ვიძახით, მომუშავე ავტომობილებისთვის და ნებისმიერისთვის არის თავარი რა, სერვიზი, ხო? სერვიზი და კომფორტი, რაც ჩვენთან როგორ არის. ავტომობილს როცა იყიდი, ეს არის რკინა. რო გაფუჩდეს პატრონი უნდა, ხო? და ჩვენ ამას 40 წელია ვაკეთებთ და რაც შესაძლებელია ამ ავტომობილის პატრონი ვიდა.